დაადასტურა დღეს მოწვის სახით დაკითხულმა რევიზორმა იყო ის, რომ გამოძიება მას დაუმალა საერთოდ დოკუმენტაცია $800,000 და $300,000 ლარის, რაც ჯამში 2,5 მილიონი ლარი არის შემოსავლის არსებობის შესახებ, რაც დოკუმენტალურად არის წარდგენილი გამოძიებაში და ანტიკორუფციული ბიუროშიც წარდგენილი იყო ბატონი რომეოს დაკავება. ბეთლემის ქუჩაზე არსებულ უძრავ კონებაზე იყო საუბარი, რომელიც დაახლოებით 2,600,000 ლარი არის შეფასებული და იმ 8,5 მილიონი ლარში შედის. არ არის გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ ეს ქონება არის შეძენილი სესხით, მიუხედავად იმისა, რომ თავად რევიზორს ადასტურეს, რომ კი ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ სესხით არის ნაყიდვი. არ გაუთვალისწინებიათ ასევე ჰესის გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავალი 340,000 ლარი, რაც დაახლოებით 900,000 ლარი არის, ასევე დაახლოებით 5 მილიონი ლარი საერთოდ არ იქნა გათვალისწინებული.